მოგესალმებით, მეგობრებო, გამარჯობა. ეხლა ჩვენ ერთი იდიოტით უნდა დავიწყოთ ეს ძაღლებზე აღიგზნო. თორნიკე რაზმაძე. ის ძაღლების თემა თავიდან მოგონილია და ამ მოგონილზე აღიგზნო. და აი ნახეთ რა სამოს. ამაზე თუ ეს მართალიაო, აი ნახეთ რა მოხდებაო და ნახეთ რა სამოს გაუშვით ეს იდიოტი. თორსა ის ხელისუფლება შეიცვლება. ეხლა ხო გონიათ რომ ეს ბიჭი რაღაცებს ლაპარაკობს და ისაც არილიენა აქ მოგდებული. აი როდისღაც ხო წავლენ. წელწავლენ გაისაწორე 10 წლის მერე ხო წავლენ. აი პირადად მე გპირდებით რა და ჩემნარი გამოჩნდება მე კიდე უფრო ბევრი. თქვენ დედებს მოვწყნავთ. აი პირადად გაძლევთ გემუქრებით, მუქარა არის ეს. მე მაგ ერთ-ერთი ხარ, რატო არ ტირის? ვის ემუქრება? ვერ გამ. ხოცებს. რატო არ ტირის? ხოცებს თუ ძაღლები ვინც. ჩვენ რა ზოგადად რეჟიმს. რატო არ იტირა? არა, ეხლა დავაკონკრეტებულებ. ხოთი შეს არ არის დაკონკრეტებული. უნდა დავაკონკრეტებულებ. და ცოტა მოჭრილი გავიგე. ან 10 წელი რატო აპირებს რომ დაელოდოს ვიღაცის იმას თუ აპირებს, რასწრებს იხო რა. 10 წელი რატო აპირებს რომ დაელოდოს? შეპენისო შენა. შენი დედაც. გინებას მიეცი კონკრეტული მიმართულება. თუ შენ იმ ადამიანებს აგინებ, იმ ძაღლებს წვავს, ესეთი ადამიანები არ არსებობენ და კაი, რაღაცა სიტყვიერ ანალიზებში ჩაგეთვლება. და თუ შენ რეჟიმის ეგრეთ წოდებული, ანუ მესვეურებს თუ გულშემატკივრებს აგინებ, აი უკვე მაგ გააკონკრეტე, გაასწორე და მე ნახავ რაც მოგივა რა. ხო, მე ჩემი თქვი, მე მგონი ნორმალური სიტყვა იყო რა. ნებისმიერ შემთხვევაში საცემია, კაი, ჰა. ბიჭო, ისი როგორი იყო? მაგრამ არ შეიძლება. ცემა არის არაპედაგოგიური. რატო? არაპედაგოგიური. აუ, თუ არაპედაგოგიურია, გეთქვათ აქ. ხო, არაპედაგოგიური. არა, როგორ ნათქვამი იყო ისე? სახელმწიფოებრივი და სახელმწიფოებრივთან მიახლოებული. ხო, სახელმწიფოებრივთან მიახლოებული ბაზარია. არა, მიმართულება გაასწოროს გინებს რა. ეხ გამოვა ველოდებით, რა თქმა უნდა. ხვალე გამოვა, აი ხვალე 12 საათზე გამოდი. და იტირე და ისე თქვი რომ ვის აგინე, მიმართულება მიეცი. ვის აგინე? არა მოვიდა დეგრანაძია. ხო, რიკოშეტით გინებები არ მოსულა რა. ამ სიტყვიერ ხელოვნებაში უფრო კარგად გარკვეული ორატორულთან მიახლოებული ადამიანი ნიკა გვარამია თქოთ. თქოთ ჩვენ გვაქვს სამი ასე ვთქვათ, სახელზმნით გამოხატული, უпростоრთ ერთი არსებით სახელი და ორი სახელზმნით გამოხატული სლოგანი, ეს არის აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ალტერნატივა ახალი დანამატია და ამასაც ავხსნი. აქციაში და სანქციაში ორიგინალურები არა ვარ, ეს არის ქართული ხალხის 500 დღიანი ბრძოლა. მოდი ჩვენ მოვუპირდეთ. აქცია, სანქცია, აქცია. აქცია, სანქცია. უბოროტელი რა, აქცია. შეიძლება. მაგრამ მე სამიპოს კონცეფცია მევასება რა. ხო, ეგ სხვა არის. ხო, ძალიან უხდებოდ სამიპო. აქცია, სანქცია, კაცია. აქცია, სანქცია. არ ვართ მჭიერები, არ ვართ პოეტები რა. ეს უფრო კარგი ალტერნატივა მართალია. ვერ ვითმავთ რა. პროზით შეგვიძლია უთხრათ. ახ და გოჯი და შენ მოვიდა. ესე შეგვიძლია. აქეთ ვიცარი. აქეთ ვიცარი, იქით ვიცარი. მოვიფიქრე. აი ამოვისო. წინ წავიცეთ ერთი ნოლი ჩვენს ასაკებში. როგორ შეიძლება ლექსი კარგი ხუმრობა ლექსი შენ გამოვიყვანა. და გოჯი და როგორ ედება კარგად არა. ლამაზა დელამო. ისმაო. კაი, კაბა, ნიკა გვა. ამერიკანი რომ ფიქრობდი. და გოჯი. ხო, მეთქი. ანთია. გასაგები დიახ. ყველა მიწოდება სტატისტიკაში ვიწყებთ, იმიტომ რომ ეს არის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და ამას მივიყვანთ უკვე პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღისთვის კულმინაციამდე. ზოგიერთმა თქვა რომ ეს საკმაოდ დიდი დროა ასე შემდეგ ჩვენ ვეპყრობით ამ საკითხს. სერიოზულად ჩვენ ლურჯ პიჯაკზე მწვანე ხალხი როგორი შეხამებაა? ჰა? ლურჯ პიჯაკზე მწვანე ხალხი როგორი შეხამებაა? მწვანე იყო? ეს ტელევიზორი მაგარი ზუსტად ცოს პერიფერია. მეგობრებო, ბოკერი ამბობს არ გინდა ჩვენზე ლაპარაკობს. მაგის ჩაცმაზე ხო ძალიან მაგარი კი. არ გინდა თან ეს იყო 7 წლის წინ, 8 წლის წინ და. უი, ბოკერია ჩვენზე ლაპარაკობს. ბოკერია ლაპარაკობს. ბოქსონა? კი, გავშ კუტარი. რა უნდა შეწირილსოთ შეწირა თავი პოსტივიზია ის რამიშვილი და ის ორი როუზის გარშემო. აი
თვითონ ეს ხალხი არ ამიშულა, მაგრამ ეს გამოხატავს იმას, რა პოზიციონირება აქვს ამ რეჟიმს. და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ერთის მხრივ ჩვენ იზოლაციას, ხო, ასეთ სარისკო ვითარებაში, რომ კარი მოკავშირეები არ ყავს, არავინ ქვეყნის შიგნით დეზორიენტაციას და ირიბად აი მაგის წამხალისებელია, რაც იქ ხდება. ამიტომ, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ დამოკიდებულება დასაცავი, ანუ ჩვენ სამონჩილაშვილის რეჟიმის პირობებში გავთიშოთ ეს გიგა ты просто член არა ანუ გამოდის რომ ჩვენ ვართ სარკე ჩვენ შეგიძლია იხემძღვანო აი რაფსკერი ხდება აქო საგარეო ამას ამბობს დინოზავრი ნიშადურით გაცოცხლებული ზომბი ბიჭო კუთარი შეიძლება წამოაყენო დასვა სადმე გაასეირნო მაგრამ ხო ვერ გააცოცხლებ ერთხელ ამას ამბობს ხო რა არა ორჯერ ამას კაცი ნინობური პოლიტიკური კაცი ნინობური ამას ამბობს გიგა ბოკერია რომელსაც არ ვიცი გაიყინა დროში და თავი გონია 93-14 წლის საქართველოში გველბოკერა ხო როცა ლიბერალური იდეები არის ვალიდური ჯერ კიდე იმიტომ რომ უცხოა და საბჭოთა კავშირი ცუდია და აქეთ კაი იქნება ფედერალისტი კი ფედერალისტი ძალიან მნიშვნელოვანია ფედერალიზმი საქართველოს ტიპი დროში მოგზაურობს და ჩვენზე ლაპარაკობს გახედე ჩვენ რას გვიყურებ სოფლიო ლიდერებს შეხედე ზოგი გადაცემაა ჩვენი გადაცემა და იმიტომ ზოგი აყურებინებს ზარი სოფლიო ლიდერებს შეხედე რა ტიპები არიან ზოგი ბოქსიორია და ზოგი ის რამევასება ჩვენ დამი ზიზღის კალიბრის ზომება იმაში სახელდებას მოახდინეთ თუ არა ანუ ყველა ძალიან ვისაც ვეზიზღებით ყველა მე და შენზე ვაუბრობ რა ყველა მოგესე ის ორი ანუ მან იზოლება ზიზღის კალიბრი მე არ ვარ წინ მე მგონი თავარი მან რა არის რომ ბოკერა გველბოკერა ხო რომელიც თავის დროზე ნიჭიერ ახალგაზრდად იფლებოდა ასევე დარჩა ნიჭიერ ახალგაზრდად ოღონდ რა და ძალიან შეზღუდულ წრეებში და სხვათა შორის როდესაც იყო ტრამპის კი არა ბაიდენის რეჟიმი კიდევ რაღაც აზრი ჰქონდათ მათ ფაფხურს მას შემდეგ რეჟიმი არა ცივი ომის დროს ჰქონდა აზრი კოკაკოლათი როცა შეგეძლო რომ გევაჭრარო კოკაკოლა არის თავისუფლების სიმბოლო მაშინ კი ბატონო შეგეძლო მაგრამ დღეს 2026 წელს კიდევ რო ლაპარაკობ კოკაკოლა არის თავისუფლების სიმბოლო და რაღაცა ჯინსი ვისაცაცვია და ფერადი მაიკა ეგ არის პროგრესი საინტერესო რომ დაგვაფასა და თქვა რომ ქართული პოლიტიკის განსაზღვრელები ვარ ჩვენ ანუ ჩვენ განსაზღვრავთ ლექსი თუ უნებლიეთ რომ გვიყურებ საქართველოს რა საგარეო პოლიტიკა აქვს ძალიან კარგი ნიშნულია შენ არაფერს არ გასაზღვრავ ზურა ჯაფარიძე კიდევ ერთი სახშიც კი ამერიკანოფილი თუ შეიძლება მე მგონი საკუთარ თავშიც არაფერს არ გასაზღვრავ თავში არის მარტივი მისაღწევი მიხართ იმისა რომ ყველა ცალ-ცალკე ამას რაღაცნაირად ვაკეთებ და მე ახალი კეპკა resist არ არის საკმარისი და აიდან კითხვა resist დაწერია ვაფშე ამას ვერ ვხედავ და შეხედავთ განსაკუთრებით ეცნობა რეგიონებში ვერ სხვადასხვა მიზეზებია ვერ წუსმე ბევრი ფაქტორები გააჩერეთ რა თუ შეიძლება რა ეს ამბობს ადამიანები აღარ გამოდიან აღარ მიდიან შეხვედრაზე შიშით ხსნის განსაკუთრებით ეს იგრძნობა რეგიონებში რატო ხო და კარგია შიშით ხსნის ესე იგი რაღაც კიდევ ამ ხალხს ეშინია და თორე გული ჩვენთან არის თორე ეშინია თო ხო ჩვენთან არის სხვა შორის ზურა ჯაფარიძეზე მახსენდება ის ამბობდა რომ აქციები იმიტომ ვერ იხოდებაო ეს იყო გავრილოვის პერიოდში პოსტფაქტუმ რაღაცა დივერსანტულ ქმედებებს რო ქონდა ადგილი გარედან დაფინანსებულ კამპანიებს იმიტომ ვერ იხოდება აქციები რომ ცივაო არა კოვიდის დროს იყო არა კოვიდის ჩამოთვალა მიზეზები რატო ცივაა რო გაზაფხული რომ მოვამერო მეორე ისო რომ მარშრუტებს ვერ ვიმაშვებითო ვერ ვკრავთო მარშრუტების პრობლემა არისო კოვიდის პერიოდი არ იყო ნუ ანუ დადიოდა რა ქალაქში მოძრაობა იყო თორე ხა კარანტინის პერიოდში არაფერი არ ხდებოდა ის კომენდანტის კოვიდის დრო არ იყო პროსტა კოვიდის დრო იყო შეიძლება მაშინ მაგით გააბრავა ეგრე კოვიდისადა ყველას გვაქვს მე ხა რაღაც ვირუსი მქონდა და ეჭვი მაქვს რომ კოვიდი გადავიდა ყველა ჩვენთანში არის კოვიდი გადავიდა და იმიტომ რომ ყნოსვაზე დათო თაზუნაშვილი ლირიული გადახვდა რა პერიოდში გავლიეთ ახალგაზრდობა თუ ჯერ კიდე ვლეოთ მაგახოზებს ანუ ჟამიანობა მოგვიწია მესამე მსოფლიო ომის რისკ ფაქტორის სამოქალაქოებში გავლიე მე და შენ გაჩერდი ამიტომ სამოქალაქო ჩვენ ცოცხლები ვიყავით რა ბავშვები ვიყავით ცოცხლებია დაბადებულები 91
ხო და არ გახსოვს კიდე ისე ხსოვნით ვაფშე არ მახსოვს. ხო და მე მახსოვს სამოქალაქო. მე ძმაო 90-იანი ვარ, იმენა ეპიცენტრში ვიყავ. ეს დარბოდა იარაღით ხელში. არა მე იმის რო წუწუნე მე უფრო საშინელებები მახსოვს მეთქი რომ დაინგრა საქართველოს. ჯამიანობა გახსოვს? ჯამიანობს თქვენ დაანგრიე. მე არ დამინგრებია. ბოკერია და საბჭოთა კავშირი ხო თქვენ დაანგრიე. მე ხა არ მქონდა მაგრამ ანგელოზივით სისტემა. ეგენია და მაცხობილი ქვეყანა და ანგელოზივით სისტემა რა სამხობ ბიჭო. მე სულანდო. ყველა ვნანოთ მაგას რა. მაგრამ რას იზამ? ჰეგელია. ზაიუზნე. ყველაფერში გაგვასწრო. აი ესეთი მაჩანჩალა, ესეთი გაუბედურებული, ესეთი გაპარტახებული ვიმეორებ, ამით დავიწყე. თავის თავსახასიათო ეს? აი მე კოცი რომ გამოვა და ღირსებას რო გონია რომ იცავს და სუვერენულობას. ამაზე არასუვერენული ხელისუფლება არ ყოლია ამ ქვეყანას. გადი რასეთ სვედანო რა. ორი სვედანი ინტერესებს. ყველაფერში გაგვასწრო და რა ვინ რაში გაგვასწრო. მაგალითად თავის თავსახსოვს. უკრაინა რაში გაგვასწრო? პროსტა რო გითხრას რა არა, ვაფშე უკრაინამ არა, მაგრამ თავის თავს შევადარებთ ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს. რაში გაგვასწრო? მე არ ვუტრირებ რეალურად ენერგეტიკული რესურსები ისე გაუძვირდათ, რომ არის. შეიძლება ჩვენც გაგვიძვირდეს, მაგრამ ისე არ არა. იქ განსაკუთრებით იმათ ორმაგად გაუძვირდათ. პირველი იყო რუსეთის გაზი, რაზეც იყო მიბმული ყველაფერი და ახლა გალფის ქვეყნებიდან შეძენილი ენერგორესურსები. უკრაინამ გაგვასწრო თვითმკვლელობაში. კი. მოლდოვამ რაში გაგვასწრო? კორუფციაში, ვაჯობა, ავტორიტარიზმში, და ტერიტორიების ვერძაბრუნებაში და სასამართლოს მითვისებაში. სასამართლოს მითვისებაში და სიტყვის თავისუფლების აკრძალვაში. კი ბატონო გაგვასწრო. რუმინეთმა რაში გაგვასწრო? აი ესე ვიგივეში. რუმინეთმა ამერიკის ყველაზე დიდი ბაზა გეთდება. ხო, შემდეგ კრიმინალის დონით ვინ გაგვასწრო? გაგვასწრო საფრანგეთმა, ინგლისმა, ინგლისში უკონტროლო მიგრაციის მაჩვენებლით ვინ გაგვასწრო? შვედეთმა. ვინ გაგვასწრო? შვედეთმა. აქ როგორც კი რაღაცა საუბარი დაიწყეს მიგრაციის პრობლემებზე, საუბარი დაიწყეს. მაშინ შეცვალეს კანონები და გაამკაცეს საქართველოში. და იქ შეიძლება გაიარო პარიზში რო ჩახვალ, ცენტრიდან სანამ დავშოთ მეორე რაიონამდე მიხვალ, რა ვიცი, მე რასისტულად არ ჩავმართოთ, მაგრამ ფრანგს ვერ ნახავ რა. სად? პარიზში. რას ნახავ კაცო? არა, აი ეს იყო გეცნიერული მსჯელობა, არა. შენ რო ის გეოსო, ხო ის სიმღერა? ვილიმენინა გეტო. თაჟო შალომ თქვა პარიზში ფრანგს ვერ ნახავ და ბაჩოს კომენტარი რომ მაგ რას ნახავ კაცო? არა, ვერ ნახავ, მართლა ვერ ნახავ. ხო რა. მე მგონი თაჟო დაკინაში. არავის არ გადაწყვეტს შეერთებულ შტატებს ხუთებთან გადასაწყვეტი არაფერი არ აქვს. ბიჭო ზოლიან საროჩკაზე კუბიკებიანი ჰალსტუხი არ შეიძლება როგორც ლურჯ პიჯაკზე წვანე რა არის ეხა ეს კარგი მაგვერია თვალები ბიჭო. ცოცხლი გადაურჩენია. იმენა ჰიპნოზია კარგი, გავაჩერო. აი ესეთი ჯაგები რო ხარ. ჰიპნოზა. პოლიტიკური ბაღნიჯო უწოდა ქართულ ოცნებას და პოლიტიკური ბაღნიჯო კი არა, ტარაკანია თავად როგორც დაავადებული ტარაკანი რაღაცა. ამას დიხლაფოს მივას ხოლმე. საჭურისი ტარაკანი რა ვიცი ხა ტარაკანი არა ეს უნდა გადმოატრიალო რა ზურგზე და რო ფართხარ ტარაკნები სხვა შორის გაქრა ეს ანეკდოტი რა ხო იცი გაქრა ტარაკნები ბარ ბევრი იყო ბავშვობაში ის რო იყო საბჭოთა ანეკდოტი რა ხო იცი ტარაკანას ტარაკანი გაქრა ტარაკანას საბჭოთა ანეკდოტი ვაფშე ჩე ტარაკანა მოდის რა მეორე ტარაკანა არის ამოყირავებული და ფართხალებს რა ანუ ეს შეხედავს და ვა break dance ნუ ჩეტო დიხლაფოს ამას ამოჭრია უკუდავი ანეკდოტების ასეულში გაამჩესებენ კარგი ჩემ ფავორიტი საბჭოთა ანეკდოტი ერთ-ერთი ანა წითლიძე რა დამოტოვე ვერო ვაფშე ანების ის გავაკეთოთ ანა წითლი ანების ის გავაკეთოთ აქტიური, ამიტომაც რაც ანუ ფიქრობთ რომ ახლა რეგიონებში დაიწყებთ მოძრაობას და 26 მაისის აქციას თბილის დაემატება რეგიონები, ანუ ამით იქნება ეროვნული მობილიზაცია არის რეალურად ესე დაანონსდა დღეს ამალიანსის ბრიფინგზე, შემდეგი აქტივობები და კი, იმიტომ რომ 26 მაისი არის ყველასი და 26 მაისი განსაკუთრებით ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ 26 მაისს გააკეთეს
რომ ხალხმრავლობა ისედაც და საკუთარი ჩვენ გამოიყვანეთ ეს ხალხი თამარ ჩერგოლიშვილი. არა, სანამ თამარას გავუშვებთ, ვაი ამათ პატრონს ბიჭო 4 ოქტომბრის მერე რო კიდე აქციაზე ლაპარაკობენ, ანუ ესეთი დეფორმირებული მორალი, ესეთი უღმერთო, ესეთი უნამუსო, სისულელეც რა. სისულელე გავიგე, მაგრამ შენ როდესაც დიდად არ ხარ მორალური ავტორიტეტი იმ საკითხს, აი მაგალითად ხო იცი ისინი რო არიან ვალებს რო იღებენ და ერთხელ რო არ დაუბრუნებიათ რაღაცა გარკვეულ აქტივობებში რო არიან ჩართული ადამიანები, ხა ის რო კიდე ფულის შოვნაზე და ახალ საქმეზე გელაპარაკება, ხო იცი რომ განწირულია ეგ საქმე და გემბლერი მათ შორის რო გარჩე მაგარისკება მოვიგებ ამოხსნილი მაქვს სასწავლოში კაზინოს გაუგე კი ესენი გელაპარაკებიან აქციაზე რევოლუციაზე პერევაროძე რაღაცაზე ნუ არ არის ნორმალური და არ არის მართლა ნორმალური შეურაცხყოფა არ თქვენივე ამომრჩევლის შეურაცხყოფა მინდა გითხრათ რა ეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა, ეს არის უპრეცედენტო ერთსულოვნების დღე, როდესაც მოსახლეობის 90%-მა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ და 99%-მა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა ეს რეფერენდუმი, უპასუხა დიახ, ის რაც 35 წლის წინ ავირჩიეთ ერთსულოვნად, დღეს არის საფრთხეში. საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას საფრთხეში. და ეხაც რომ მოაწყონ რეფერენდუმი ხალხი რა იმითი გზნობით არის განწყობილი ამათი ალიანსთან. მაგის რეფერენდუმი არა, მაგაზე რეფერენდუმის მოსწენა არ არის. კიდევ ცხადია ეს ყველაფერი. მეგობრებო, ერთი ამბავი მინდა გითხრათ, ეს ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, ჩვენ მოვიგეთ დავა ტელევიზიის ჟურნალისტებთან, ქაჯაია რო არის და თეოლაში რო ხო გიჭირდებოდათ. ხო, ეხლა ნანუა ქაჯაია, ნატა ქაჯაია და გაფრინდაშვილი ეხლა. გამოვიდა ის კოკაკოლა კაცი, ამხელა კოკაკოლა კაცი და თქვა რომ მივაძლევო ფულსო ამათო. და ჩვენ ვიკითხეთ, ხო იცი ანეკდოტი რო არის, ხო იცი? ვიკითხეთ, პროსტა ვიკითხეთ რა. ანუ სიუჟეტში გავაკეთეთ. ამბავი რომ ამას ამბობს კოკაკოლა კაცი, ჭონია და მართალია თუ არა ეს და ამათმა თავიანთი დედები მოიყვანეს და რაღაცები უქნეს იქ. და გვიჩივნეს სარჩელი მილიარდი დოლარი თუ რაღაც ამიშოვა და წააგეს. რაც თავია საქმე ხოდა პატივის და ღირსების შელახვას და რაც არ აქვს და როგორ შეულახავ ის დადასტურდა როგორ მიიღო ეგ სასამართლო საერთოდ არა ხოდა უკვე როგორ არის დადასტურდა რომ ჭონიას მიერ გადახდილი ფული არის პატივის და ღირსების შელახვა ეგ ხოდა это гуман да это гуман კოკაკოლა რომ მიხდის ეს არის პატივის და ღირსების შელახვა ძალიან კარგი სკანდალური ფოტომასალა მომაწოდეს შალვა რაბა ჯგუფშია სკანდალური ფოტომასალა ვინ არის ის არის უბრალოდ სკანდალური ფოტომასალა ეს არის პეტრეკოლხი აი გავუშვი შეიძლება გავუშვი პეტრეკოლხი რა ხდება პროსტო პეტრეკოლხი არა ხომ არა გასტორა რა გავიხსენოთ ბიჭო გარჩე კვირისწირვა ჩაატარა და მე გაიქულა აი ხადა მადლობა პეტრეკოლხი იმისთვის რომ არსებობს კვირისწირვა ჩაატარა და მე კარჩე წავიდა უკრაინულ ეკლესიაში იმენა მოიგოცა სიგურულად შემერა რა მე პივასიკირამე კიდე მოკუჩავა ქონია კვირისწირვა ჩაატარა და მე რაღაცა ეს შამანების წაბალი რო არის რაღაცა დრაგი რომელია დრაგ შამან 2027 თქო გავუშვით თინა მოკუჩავა და თინა მოკუჩავა მომავალში თავს მოიაზრებს ყველაფერი მაუწყა რომ ის იქნება პრემიერ-მინისტრი ქვეყნის. ეს არის კითხვა, რომელზეც სწორი პასუხი მე მგონი არ არსებობს. რომ გითხრათ არა, ყველა იტყვის რომ ამას ამბიცია არ ქონია და საერთოდ რა უნდა პოლიტიკაშიც, მაგრამ რომ გითხრათ კი, ყველა იტყვის რომ ის რასაშინოთ ამბიციური ყოფილა. უნდა, გაიგე, უნდა თინა მოკუჩავა რო პრემიერი იქნება. ინგავი იქნება როგორ მაგას მიუგდებენ პლანშეტს იმეფლის და საქართველოს რო თინა მოკუჩავა იყოს პრემიერი არის ეგეც საქართველოს მე კოშმარში არ წარმოვიდგინე ბუჩიყო თუ თინა მოკუჩავა რომელი უფრო მაგარი პრემიერი იქნება ბუჩიყო ალბათ თინა მოკუჩავა ნებებს აყვება ძალიან და ტელეფონზე გაყიდოს გარჩე ეხა ჩამიგდეს აგრეს სკანდალური ამჯერად ვიდეო და მეჯერ არ მინახავს ეს ვიდეო შეგვიძლია ერთად უყუროთ. გინება ხო არა? არა, ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო არის და არეკლამებს ძალიან საინტერესო პროდუქტს თურმე. გური, დაინტერესდები. საინტერესო პროდუქტს არეკლამებს ნანუკა. ჩამოვთვითო ამას ყველაფერს და კაი, დავაჩერე. რეკლამა არა. რეკლამა გაუშვა?
გაუშვათ. გაუშვათ. მე აფერშუაში არა ვარ. ეს არის არაკომერციული ჩვენ. ხო და შუაში მოგვაქცია. გაოცდებით ისეთი რეკლამაა. შუაში მოგვაქცია. ანუ ყველაფერს ელოდები ალბათ მაგის გამო. გამოცემულობას უკეთებს რეკლამა. მაგრამ თუ იცით რა არის ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი. გადა იმპლანტის ტექსტურა. რადგან ზედაპირზეა დამოკიდებული. არა, რატო გაგიკვირდება? აუშველი. რომ ეთქვა 20 ვარიანტი მითხარი რის რეკლამას გაქვს, მეტყოდი რომ იმის ყველაზე მეტად არა, ყველაზე მეტად შეეფერება, რატო ეხა არ შეეფერება. არა, სხვა რამეს ვამბობ, beauty ბლოგერობით დაინტერესებულია რაღაცა კოსმეტიკურ იმპლანტებზე, ფილერებზე, ლაპარაკობ გამაცადე ერთ წამს. ანუ ძალიან ოკეი, ამა რო გააკეთოს გამომცემლობის რეკლამა, Kindle-ის რეკლამა, რაღაცა რაზე მედალე ბიჭო. 20 ვარიანტში 50 ვარიანტში ვერ იტყოდი რომ იმას სილიკონის ბიჭო ვერ ვიტყოდი, მაგრამ შეუთავსებლობა ვაფშე არ არის. არის beauty ბლოგერობა, არ არსებობს ამის beauty ბლოგერობა. არაფერი ხდება. აქ თემები. მეტყველებიდან, გარეგნობიდან გამომდინარე beauty ბლოგერობა. არის საშინლად ქაჯი. ეგ რა შუაშია, beauty ბლოგერობა არის შენ რო რაღაცა როგორ მეიქაპს იკეთებ, რა კრემებს ხმარობ და მაგასაც ხო სჭირდება რაღაც გარკვეული. თორე მაინც ლამაზი კი არ უნდა იყოს. არა, მაგას სჭირდება იყო არა ქაჯი მეტნაკლებად მაინც. და რა თავარია, ეს არის გაქანებული მიშის სტილი. მაგას სჭირდება ბევრი product placement-ი და ძუძუების რეკლამა. და აფთიაქებთან ბევრი თანამშრომლობა და ბევრი ძუძუების რეკლამა ამას არ უხდება. საერთოდ არა, მე ბევრად სხვა რამეს მე რომ ვიდოდეს ძუძუები ვერაში მინდა, მაგრამ მაინც მაგ რეკლამას არ დაუჯერებთ. ბიჭო, რაღაცა მაშინ ისეთი სილიკონის ის უნდა გააძროს რა, თან რო არბალეტი ხდება და ისვრის. ნელა გადავალ დაჟინა. არა, მე სხვა შორის მართლა არ ვალოდი. აქციაზე რო რეზისტენციას აძლიერებს. მე მეგონა ისეთი სილიკონები. დანუკა თვისაც კი უხერხულ რაღაცებზე გადავალ და არ გვინდა უკვე მე ვატყობ უკვე. მე მეგონა რა. Austin Powers-ში რო ხო ის რო ისვრიან. რობოტი ქალები ზრუები. გადავდივარ სა. კარგად ზანდებოდეთ მეგობრებო, ხვალ ცოტა მოგვიანებით შევხვდებით. ნახვამდის.